გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა კომპანიამ საფრანგეთიდან საქართველოში სარფის საბაჟოს გავლით 300 კილოგრამი დამაძინებელი ყაყაჩოს თესლი შემოიტანა, რომელსაც თან ერთვოდა საფრანგეთის მიერ გაცემული ორიგინალი ფოტოსანიტარული სერტიფიკატი, სადაც აღნიშნული იყო პროდუქციის დასახელება და შემადგენლობა. ექსპერტიზის დასკვნით აღნიშნული პროდუქტი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს, მორფინსა და კოდეინს და მისი შემოტანის ნებართვა გასცეს საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა, ამიტომაც მათი პასუხისმგებლობის საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება. რაც შეეხება საქმეს, მიმდინარეობს ძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262 მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც იურიდიული პირისთვის სასჯელის ფორმად ითვალისწინებს ფულად ჯარიმას 100,000 ლარის ოდენობით, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ან ლიკვიდაციას.